ამერიკა ახალ პრეზიდენტს ირჩევს, ვინ მოიგებს არჩევნებს, რომელსაც უკვე ეწოდა ისტორიული. თეთრი სახლის ახალი მეპატრონის ვინაობა რამდენიმე საათში გაირკვევა. რაც მოუწევს შეერთებული შტატების 54 პრეზიდენტი ამერიკას, დანარჩენ მსოფლიოს და საქართველოს. მაკეინი თუ ობამა რომელ კანდიდატს უშემატკივრებენ საქართველოში? ჯონ მაკეინს. და იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ მასთან უფრო დიდი ხნის დაწყებული გვაქვს ორივე ქვეყნისათვის სასიამოვნო და სასარგებლო ურთიერთობა. ბარაკ არა, ოღონდ შემთხვევაში. ჯონ მაკეინსაც. ჯონ მაკეინი. ეს მე მგონი ბარაკ ობამა. რატო? მას ძალიან კარგი სიძახი ამხონა რა. კარგი პაკეტის და ეგეთ რაღაცები კარგი. მაკეინი. არ ვიცი, აი რატომღაც ასე მგონია ჩვენ ქვეყნისადმი უფრო თბილად მაკეინია. არ ვიცი, ასე მგონია. შეიძლება მეორე ეს, მაგრამ ბარაკ ობამას ხალხო ჯონ მაკეინს რატო? რატო არ? რა ვიცი, ჩვენთვის რა არის? რომელი იქნება? მაკეინს. რატო? უბრალოდ ფიგურაა. ობამა ამ შეფეთქება. მე მგონი მაკეინი უფრო ეცქირა და გეხმარება. რომელი ჩვენთვის კარგი იქნება იმათვის. რომელი იქნება? რა ვიცი. ბარაკოვის გონი. რატო იქნება? რა ვიცი. უფრო კარგად ლაპარაკობს. ეს მოგონია. ჩვენი არადასდროს ვიგებთ და ის ხალხი აიძულებს. რატო? საქართველოს უფრო კარგი. კოსოვოს? ფიქრობ, რომ საერთოდ არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს და ქვეყანა თავისუფლად აგერჩეთოს ხალხს. რატომ არ უნდა იყოს თავისუფლო მეგობარი ქვეყანაა? მეგობარი ქვეყანა. სამშობლოა, არ გქონდეს მნიშვნელობა, რომელი იქნება. ჯონ მაკეინს, ასე მგონია ის ჩვენი მეგობარია. ჯონ მაკეინს სუპერ ხალხს. გახდეს პრეზიდენტი და სიცხებისას რუსებს. მაკეინს უნდა უჭირო კარგად მოულო. ჩამოსული ხომ იყო ჩვენთან საქართველოში და როგორი მოეწონა საქართველოს ქართველი ხალხის ბუნება, შემდეგ მგონი ისტორიასაც გაეცო ჩვენ ისტორიას. და შეცვლით ამერიკელების დღევანდელი არჩევანი ქართველებისთვის, გაქვთ თუ არა ჩვენთვის მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს? ამერიკული არჩევნები და საქართველოს დღეს თოქ-შოუში ბარიერი. საღამოშტობის ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერშია პროგრამა ბარიერი. მე ალექსანდრე ელისაშვილი გახლავარ, ჟურნალისტი ბარიერს დღეს მე გაუძღვები. მაშასე ვინ გახდება ამერიკის შეერთებული შტატების 44 პრეზიდენტი, 47 წლის აფრო-ამერიკელი ბარაკ ობამა თუ ვიეტნამის ომის ვეტერანი 72 წლის ჯონ მაკეინი. და ძალიან მერკანტილურად თუ ვიტყვით და ჩვენი გადასახედიდან თუ ვიტყვით, რა ხეირია აქედან საქართველოს. რა ხეირი ერთი ან მეორე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში. აი ამ თემებზე ვისაუბრებთ, რომელი უფრო დაეხმარება მოკლედ საქართველოს გაგროვილი პრობლემების მოგვარებაში, თუმცა რომ დაეხმარებიან ეს უდაოა. ვინაიდან ერთიც და მეორეც ენერგიულად გვიჭერდა ყველაზე მძიმე დღეებში მხარს და $1 მილიარდი გამოყოფაზეც ენერგიულად თანახმა იყვნენ და ენერგიულად ამ ყველაფერს ხარს უჭერდნენ. მოკლედ ამ თემებზე ვისაუბრებთ. ცინა ხიდაშელი, გია მაისაშვილი, ჩალვა ფიჩხაძე, დავით დარჩიაშვილი, კახა გოგოლაშვილი, განსაკუთრებული სტუმარიც ნამდვილი ამერიკელი, ბობ სპიერსი, კალიფორნიიდან ბრძანდება ბატონი ბობი. მოგესალმები, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის, მივესალმები დარბაზში მსხვილ ახალგაზრდებს. დიდი მადლობა თითოეულ ჩვენთან მობრძანებისთვის, ყველას ნებართვით. მოდით ბატონ ბობს გითხოთ, მოახერხა თუ არა მან დღეს არჩევანის გაკეთება და თუ არა ის აი უნდა გაგვიმხილეთ. მაინც იქ ვერ გაიგებენ. ჩვენ ვიცით. No, I wasn't able to vote today. არ მქონდა შესაძლებლობა. ბატონ გია გვეთქვის, მოკლედ, ჩვენი აუდიტორს. I have been here in Georgia for 5 weeks. Before I left to come here, I made arrangements with the Registrar of Voters in California to send my ballot here to Georgia. ხუთი კვირა რაც აქ ვარ ლიდერთა სკოლის ჩვენი კოლეგაა, ერთ-ერთი პროფესორია სტენფორდის უნივერსიტეტიდან, მაგრამ თქვა რომ თხოვე რომ ჩემი
ბიულეტენი არ გამოეგზავნათო მივიღეთ გუშინ წინ, მაგრამ უკვე გვიანი იყო მისთვის რომ არჩევანი გაეკეთებოდა, ვერ მოასწრებდა ჩასვლას თავის დროზე. The ballot arrived on Friday, last Friday, and so I didn't have time to get it back to California before today, which is election day. It's not valid after today. დღევანდელის შემდეგ აღარ აქვს უკვე ბათილად ქცეული იქნება, ვერ მოასწრებდა კალიფორნიაში ჩასვლას ამ დღემდე და ეს არის მიზეზი, რის გამოც ლიდერთა სკოლა შეაწირა თავისი ყველაზე საყვარელი კანდიდატისთვის ხმის მიცემა. One of the differences in our system and yours is that the election process is controlled by the states, not by the federal government. თქვენი სისტემასა და ჩვენი სისტემას შორის თავარი განსხვავება ის არის, რომ საარჩევნო პროცედურა არის წარმართული შტატების მიერ და არა ფედერალური მთავრობის მიერ. And the laws that govern elections in various states differ quite a lot. და საარჩევნო კანონი განსხვავებულია სხვადასხვა შტატებში ხანდახან ძალიან მკვეთრად. Also, the ballot this time is quite complicated. და ბიულეტენი ამ წელს იყო ძალიან რთული, ძალიან ბევრი საკითხები იყო აქ. There were only two items on the ballot that were federal in nature. One is for president, and one was for my representative in Congress. Anna Eshoo is my representative in Congress at the moment. ორი საკითხი იყო, რომელიც ფედერალური მნიშვნელობის იყო, ერთი პრეზიდენტის არჩევა, მეორე მისი უბნიდან კონგრესმენის არჩევა. განაჩენი ყველა შიდა კალიფორნიული საკითხები. But there were about 30 questions on the ballot that referred to California issues only. დაახლოებით 30 საკითხი მხოლოდ და მხოლოდ კალიფორნიასთან დაკავშირებული. About 5 of them were changes to our California Constitution. 5 მათგანი კალიფორნიის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას შეეხებოდა. Several were bond issues to spend large amounts of money. რამოდენიმე საკითხი იყო ამა თუ იმ სფეროში დამატებითი ობლიგაციების და ბონდების გამოშვება ფისკალური სტიმულის მისაცემად. I was voting for my state representative and my state senator. ასევე ხმას ვაძლევდი ჩემი შტატის კონგრესმენს და შტატის სენატორს კალიფორნიის საკითხებს რაც შეეხება. Several bond issues for the city of Palo Alto, my home. რამოდენიმე საკითხი მის პატარა ქალაქს, რომელსაც ქვია პალო ალტო, სადაც სტენფორდის უნივერსიტეტი. And several judges. და ასევე რამოდენიმე მოსამართლე. რომ ქონოდათ შესაძლებლობა ვის მისცემდით ხმას? ბარაკ ობამას მან ჩაგეძიებით ახლა. თუ ჯონ მაკეინს. I would have voted for Barack Obama. მე ხას მიცემდი ბარაკ ობამას რასაკვირველი. და რატომ? ამასაც კითხავთ და აგანებით. Well, let me say first that most of the time when I vote for president, and I've been voting for president now for 40 years, I am voting against someone. So I'm, in the case of Bush and Al Gore, I was voting for Al Gore, but really I was voting against George Bush. So 40 წლიანი საარჩევნო გამოცდილებიდან უნდა გითხრათ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მე მინდოდა ხმა მიმეცა ბარაკ ობამასთვის, რომ წინ არჩევნებში მე ვაძლევდი ხმას ვიღაცის საწინააღმდეგო. აი მაგალითად ბუშის საწინააღმდეგოც მიცა მან ხმა ალ გორს და ჯონ კერის. ჯონ კერის და ალ გორს კი არ მივეციო ხმაო, არამედ ბუშის საწინააღმდეგოც მივეცი ხმაო და ეხლა იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მინდოდა ზუსტად რომ ბარაკ ობამასთვის მიმეცა ხმაო, აი კანდიდატის გამო მინდოდა ხმას მიცემა. However, this time I am voting for Barack Obama. I think he's truly a great man. The strength of the United States, you here in Georgia see us as a very powerful superpower, a powerful military, a powerful economy. But I see America from the inside, and I see our strength primarily in our ability